კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს. უკვე ცნობილია, რომ 2026 წლიდან მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებთან დაკავშირებით. ახალი პირობები ძალაში შევა ეტაპობრივად და კანონის გათვალისწინებული ვადების დაცვით მოხდება დაზღვეულების ინფორმირება წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ. ფედერალური ცვლილებების გამო ნიუ-იორკის შტატს მოუწია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაზღვევის გეგმების, ეგრეთ წოდებული essential plan-ის პირობების გადახედვა. სამწუხაროდ 2026 წლის 1 ივლისიდან დასრულდება დაზღვევის დაფარვა იმ პირებისთვის, ვისი შემოსავალიც ფედერალური სიღარიბის დონის მიხედვით არის 200%-დან 250%-მდე ფარგლებში, ანუ სარგებლობს სადაზღვევო გეგმით 200-250. New York State of Health აგრძელებს მუშაობას, რათა ყველა დაზღვეულმა მიიღოს ხელმისაწვდომი და მისაღები დაზღვევის ახალი შეთავაზება. 200-250 სადაზღვევო გეგმის მომხმარებლებს ცვლილებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე გაეგზავნებათ ოფიციალური შეტყობინება. ეს გადაწყვეტილება არ ეხება დაზღვევის მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სადაზღვევო გეგმით essential plan 1, 2, 3 და 4. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.